შენც ფიქრობ, რომ მათემატიკა ძალიან რთულია, მე დაგეხმარებები მასზე აღარ ვფიქრო. გამარჯობა, მე ნინუცა ვარ მათემატიკოსი და ვეცდები დაგანახო თუ რამდენად სახალისო და მარტივად გასაგებია მათემატიკა. იმისათვის რომ არ გამოგხსნათ ჩემი მომდევნო ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Instagram და TikTok გვერდი. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გაგიგონიათ პითაგორას თეორემა. შეიძლება ისიც იცოდეთ, რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია. მაგრამ რას ნიშნავს ეს? მოდი განვიხილოთ. განვიხილოთ მართკუთხა სამკუთხედი, რომლის კათეტები აღნიშნულია A და B, ხოლო ჰიპოტენუზა C. მართკუთხედის თითოეულ გვერდზე ავაგოთ ამ გვერდის მქონე კვადრატი. A კათეტზე აგებული კვადრატის ფართობი იქნება A კვადრატი. B კათეტზე აგებული კვადრატის ფართობი კი B კვადრატი. ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობი C კვადრატი იქნება. პითაგორას თეორემის თანახმად, ამ კვადრატის ფართობისა და ამ კვადრატის ფართობის ჯამი არის ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობის ტოლი. ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხსნის მოცემული ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, რომ კათეტებზე აგებული კვადრატების ფართობების შეჯამებით ვიღებთ ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობს. ამაში მდგომარეობს თეორემის არსიც.